ჩვენ ახლა ვიმყოფებით მდინარე ბარათაურის წყალზე აგებულ თაღიან ხიდთან. ხიდი აგებულია სელიმ-ფაშა ხიმშიაშვილის მეუღლის ელბას სულმანიძის მზითვის ხარჯით. 1780 წლით თარიღდება ამ ხიდის აშენება. ხიდი ტიპიური ნაგებობაა ძველი ისტორიული ხიდებისა, თაღოვანი ხიდებისა, ისე რომაული სტილიაო. აი ეს ხიდი, რომელსაც თაღი ფემონება, გამონაწილი ისტორია მიწადაყრილი ხოლმე. ადგილობრივი ცხოვრობები ადრე ახლა მიწის ხიდზე დახტე ხოლმე ამა. რადგან ზემოდან მიწა იყო დახტილი. აი ეს ადგილი საქარავნო გზა იყო. სამხრეთ საქართველოდან მომავალი საქარავნო გზა. აი აქ ჩამოვიდა ეს გზა და ამ ხიდის აგებამდე ხის ხიდი იყო და ისე გადიოდნენ და გადადიოდნენ ხიდოში მოქარავნები.